ჩემი დღევანდელი ქადაგების სათაური ასეთი იქნება. უკანასკნელი დღეების მახასიათებელი. უკანასკნელი დღეების მახასიათებელი და ეს სიტყვა მე ამოღებული მაქვს მოციქული პავლეს მეორე წერილიდან მისი საყვარელი მოწაფის სულიერი შვილის ტიმოთის მიმართ წერილიდან მეორე წერილიდან მესამე თავიდან ზოგადად დღეს ჩვენ აი ამ მესამე თავს შევეხებით. ესე თავიდან ბოლომდე არ წავიკითხავთ, სახში შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, უფრო დაწვრილებით, ყურადღებით წავიკითხოთ. მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ მესამე თავი, მაგრამ პირველ რიგში მე წავიკითხავ პირველი 5 მუხლიდან. პირველ 5 მუხლს წავიკითხავ. და აი ასეთი რამ წერია. ეს კი იცოდე. პავლე უნება ტიმოთეს და მისი სახით ეკლესიას. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი. ვინაიდან ადამიანები იქნებიან და ნახეთ საიდან იწყებს ჩამონათვალს. საკუთარ თავზე შეყვარებულები, ვერცხლის მოყვარენი, კვეხარენი, ამპარტავანი, გმობელნი, შობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილის მწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარული, ზოგ თარგმანში წერია განცხრომით ცხოვრების მოყვარული. და იმ მეხუთე მუხლი განსაკუთრებით გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე. აი ასეთი არის ეს პირველი 5 მუხლი აი ამ თავიდან. რა ვიცი, თუ რამე ცუდი მახასიათებელი ალბათ ყველაფერი აგწერია. როგორი შეიძლება იყოს ადამიანი? უვარგისი ადამიანი. და ამ პირველ მუხლში ეს საზარელი ჟამი, ზოგან წერია ძნელბედობის ჟამი, საზარელი ჟამი, რთული დრო პერიოდი. ნუ საზარელი ჟამი, აი რომ შეგზარავს რა, შეგაზანზარებს. შეგაზარებს უყოლაფერს. პავლე მოციქული ამას იმით კი არ ახასიათებს, რომ აი ომები რომ იქნება და მიწისძვრები და ვირუსები და სხვადასხვა ჭირი და ავადმყოფობები. ამით კი არ ახასიათებს. თუმცა, როგორც მაცხოვარიც ამბობდა, დრო და დრო ესენიც იქნება. ომები, მიწისძვრები. რა ვიცი, ცუნამები თუ კოვიდები თუ სხვადასხვა კიდე გამოვლინებები, რაც სამწუხაროდ მრავლად ადამიანის სიცოცხლეს წაიღებს და ჩვენ აი ამ დღეებშიც შევესწარით ხომ ვირუსმა, რამდენი კოვიდმა, რამდენი მილიონი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. წინა წელს იყო რა თურქეთში, რამდენიმე ათასეული ადამიანის სიცოცხლე წაიღო მიწისძვრამ, მაგრამ დღესაც მიაქვს ომს მრავალი ადამიანის სიცოცხლე. მაგრამ საგულისხმო ის არის, რომ საზარელ ჟამს აი ამ მოვლენების გამო კი არ აღწერს. ამ საზარელ ჟამს მოციქული აღწერს იმის გამო, ადამიანები როგორი იქნებიან.
ადამიანები როგორი იქნებიან. ფიქრობ პავლემ ეს თავისი გამოცდილებიდანაც იცოდა, იმ დროსაც იყვნენ ადამიანები ასეთები. არის ადამიანში აი ამ ცოდვის ბუნებით შემოჭრილი აი ეს ამხელა ნეგატივი, ამდენი ცუდი რამ. რაც ბოლო დროს არ ვიცი, შეიძლება კიდევ გაათმაგდებათო, გაასმაგდებათო. და კიდე სხვა საშინელება ის არის, რომ ასეთ ადამიანებს ღვთისმოსაობაზეც ექნებათ პრეტენზია. აქ ალბათ საშინელ ფარისეულურ დამოკიდებულებას ვხედავთ. გარეგნულად ღვთისმოსავი, რელიგიური, მაგრამ შინაგანად აი ასეთი. როგორიც წავიკითხე. და მოციქული ტიმოთეს ეუბნება ასეთებს ერიდე. თვითონ პავლეს დიდი ზიანი, დიდი დარტყმები აქვს მიღებული თავის დროზე იუდევლებისგან, ფარისევლებისგან, ცრუძმებისგან. ის ასე აღწერდა, ასე ახასიათებდა. და ტიმოთესაც მის საყვარელ შვილს აი ამას ეუბნება, ამას შეახსენებს, ასეთებს ერიდე, იქნებიან ასეთები. და იმ შემდეგ კიდევ ვინ იცის, აგერ რამდენი დრო გავიდა, დიდი დრო გავიდა, როცა ეს წერილი წერებოდა. და დღესაც ვხედავთ ასეთ სისასტიკეებს და კიდევ მრავალ სხვა საშინელებებს. ეს აი ამ მესამე თავის ძალიან ცუდი შაუბნელი ფონი არის აი ამ მეშვიდე თავში ადამიანები როგორ იქნებიან, ნათელი ფონიც აქვს, ჩვენ ამასაც შევეხებით. ამ თავს. რისი თქმა უნდა, რას არიგებს თავის საყვარელ მოწაფეს ტიმოთეს, ეს წერილი მოიაზრება პავლე მოციქულის წერილთაგან, როგორც ბოლო წერილი. მოიაზრება, რომ ეს წერილი ციხეში უნდა იყოს დაწერილი, ცუდ რთულ პირობებში იყო. და პავლე კი არ კონესის და კი არ ტირის. კი არ წუწუნებს. მან უკვე იცის, რომ მოახლოებული არის ჟამი, მან უკვე იცის, რომ იგრძნობა ამ წერილის პათოში, იგრძნობა, რომ მისი ჟამი მოახლოებული არის, ის ფიზიკურად მსხვერპლი არის ფაქტიურად, მაგრამ მისი გული ისევ ანთია უფლისთვის. იმ ბოლო საჭირო აუცილებელ დარიგებებს აძლევს ის თავის საყვარელ მოწაფეს, რომ ღმერთის საქმე, თუმცა შეიძლება მისი მხრიდან ვეღარ გაგრძელდება, ციხიდან ვეღარ გამოვა, მას უცილობელი სიკვდილი ემუქრება და რაც მოხდა კიდეც ამ წელის დაწერიდან ალბათ დაახლოებით 1 წელიწადში ნერონის დროს მისი თავის მოკვეთით დასრულდა მისი ცხოვრება. მაგრამ ყველაფერს აი ამ წერილით თავის მოწაფეში დებს, რომ სახურების საქმისადი მიძღვნა მიუხედავად იმისა, რომ ასეთები არიან და იქნებიან ადამიანები, არც ტიმოთემ და არც ზოგადად ეკლესია, ვინც კითხულობს ამ წერილს. წეგან ნახსენები იყო გამოცხადების წიგნიდან ადგილი, მსახურები და მოშიშები, ხომ? როგორც გამოცხადების წიგნში წერია, არა? მის წინაშე მდგომარენი, ტახტის წინაშე მოშიშები და მსახურები. მიუხედავად აი ამ შავი ფონისა
და ამ ცუდი მდგომარეობისა საზარელი ჟამისა არ გაჩერდნენ. მიუძღვნან თავი ღმერთის საქმეს. გააგრძელონ ღმერთის მსახურება. ერთხრივ მოერიდონ, რატომ მოერიდონ? ასეთმა ადამიანებმა მათი გული არ დააზიანოს. იმიტომ როცა გვხვდებიან ადამიანები, ასეთები, შენს რწმენას, უფლისადმი სიყვარულს, მიძღვნას, ეკლესიაში სიარულს, ცნებების დაცვას და იმას, რომ არ მონაწილეობ იმ გარყვნილებებში, ურწმუნოებაში, უწმინდურობაში და უმართლობაში, იმ განცხრომაში, გართობაში თუ ხორციელ სიამტკბილობებში არ მონაწილეობ. ამის გამო გაქვს შეიძლება სხვადასხვა შემოტევები, დაცინვანი, შეურაცხყოფანი, აბუჩათაგდება და ასე შემდეგ. ეს რაღაცნაირად ქვეცნობიერად თუ ცნობიერად არ აისახოს შენს გულზე, არ აისახოს შენ შინაგან მდგომარეობაზე, რომ შეწყვიტო მისი გზებით სიარული, შეწყვიტო მისი სიყვარული, რომ არ შეწყვიტო მისი მსახურება. იმიტომ რომ პაულეს იმდენი რამ გაიარა, მას შეეძლო გაეჩერებინა და ეთქვა, რისთვის ვიკლავ თავს, ვერ მიგებენ, არ გინდათ და იყავით როგორც გინდათ ისე. ბევრჯერ შეეძლო ეს ეთქვა. ბევრი რამე გაიარა. მაგრამ არც მან არ გააკეთა ეს. და თავის საყვარელ მოწაფესაც შემდგომ რჩევას მისცემს, მაგრამ სანამ ამ რჩევებზე გადავალთ, მანამ აი ამ საზარელ ჟამს და ამ საზარელი საშინელი ჟამის დროს ნახეთ როგორ აღიბეჭდება ეს და როგორ შეიძლება აღიბეჭდოს ადამიანზე, რამდენიმე რაღაცას უსვავს მოციქული ხაზს, რამდენიმე საკითხს. ასეთ ადამიანებს თუმცა ღვთისმოსაობის სახეს აჩვენებენ, რელიგიურნი არიან, გამოხატავენ ღმერთის სამთ, შეიძლება არიან კიდევაც, ემსახურებიან კიდევაც, მაგრამ ნახეთ როგორ ახასიათებს მოციქული, ძალა არ აქვთ ცოდვაზე გასამარჯვებლად და უფრო მეტი სხვებსაც აცდუნებენ. ძალა არ აქვთ რომ გაიმარჯვონ ცოდვაზე და სხვებსაც აცდუნებენ. ამბობს რომ ასეთებს ერიდე. აი კიდევ რა ახასიათებს, ნახეთ, ასეთი ადამიანები მუდამ სწავლობენ, მაგრამ იესო ქრისტეს შეცნობაში და შემეცნებაში ვერ შედიან. თუმცა მუდამ სწავლელი არიან თითქოს აინტერესებთ, სწავლობენ, მაგრამ ვერ შეიცნეს იესო ქრისტე. და კიდევ რა წერია ნახეთ ასეთებზე წერია, რომ ისინი წინ ვერ წაიწევენ. ისინი ვერ განვითარდებიან. ისინი ვერ მიაღწევენ ყოველივე ამას. რომ ცოდვაზე გამარჯვებულები იყვნენ, რომ იესო ქრისტე შეიცნონ. ვერ მიაღწევენ ამას. რატომ? იმიტომ რომ მათ დატოვეს თავიანთი ცხოვრების, თავიანთი ხასიათის, თავიანთი არსების ნაწილად დატოვეს ყველაფერი ის, რაც ჩამონათვალში იყო. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხავ აი ამ ჩამონათვალს და შევეცდები
ამ ჩამონათვალის, ამ ნეგატიური ჩამონათვალის ანტონიმები, საპირისპირო, რაც უნდა თავიან თავში მათ უნდა განევითარებინათ, რისთვისაც უნდა მიეღწიათ. და ნურავინ იტყვის, რომ ყველაფერი იმას, რასაც წავიკითხავ, ეს ვიღაცისთვის წერია, რომ თითქოს ჩვენში რაღაცა მისი ან ჩანასახი, ან ნარჩენი, ან გამოხატულება, რაღაცა ფორმით, რაღაცა სახით, რაღაცა გამოვლინებით არ არის. მოდით აბა კიდევ ერთხელ. ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულები. ეს რა თქმა უნდა იმას ანიშნავს, რომ ადამიანს თავი არ უყვარდეს, არ ზუნავდეს და არ გაუფრთხილდეს თუნდაც ჯანმრთელობას. არა. აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი იმაზე არის, რომ ადამიანის მორწმუნის ცხოვრების ცენტრი თავისი თავი არ უნდა იყოს. მისი ცხოვრების ცენტრი უნდა იყოს იესო ქრისტე. ყველა და ყველაფერი ჩვენს გარშემო არ ტრიალებს. ყველა და ყველაფერი ტრიალებს ღმერთის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გარშემო. ის უნდა იყოს ცენტრი ჩვენი ცხოვრებისა. ვერცხლის მოყვარენი იქნებიან, ფულზე შეყვარებულები. ფული თავისთავად ცუდი არ არის. მით უმეტეს როცა გჭირდება. მაგრამ მასზე შეყვარებულობამ ბევრი ცუდი რამე შეიძლება გაგაკეთებინოს. შეიძლება ინტერესიც და მიმართულებას დაგაკარგინოს ღმერთისა. ვერცხლის მოყვარეობამ. ერთია საჭიროება, ერთია მუშაობა, ერთია შრომა, ერთია შოვნა, ერთია გამოყენება, მაგრამ მეორეა სიყვარული, მისი დევნა, მისი გაკიდება. კვეხარენი, ამპარტავანი, გმობელნი, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბალი იყოს, ღმერთზე დაიმედებული, თუ ინებებს უფალი. გახსოვთ როგორ ამბობს იაკობი? წავალთ, ასე ვიზავთ, ისე ვიზავთ. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, თუ ინებებს უფალი. გახსოვთ იაკობის სხვა ადგილზე ამბობს კიდევ, რომ ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს მათ ანიჭებს. შობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი. ნაცვლად იმისა, რომ შობლების მორჩილი იყოს. ცოცხლემა შეიძლება ვერ დააფასონ დედა. სანამ ცოცხალი ყავთ. მაგრამ ალბათ აი ამ წინა კვირაში ბევრს მოგვენათ რა დედა რომელიც აღარ აყვავს. უწმიდურნი ნაცვლად სიწმიდისა და წმიდა გზებით სიარულისა. ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილის მწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი. ნაცვლად სიყვარულისა, გაგებისა, თანაგრძნობისა, თანადგომისა. სასტიკნი, კეთილის მოძულენი. ნაცვლად მოწყალებისა, ბოროტის მოძულების და სიკეთის შეყვარების. სიკეთის ქმნის. მოღალატენი, თავხედნი, გაბრენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი. ნაცვლად ერთგულებისა, ნაცვლად წესიერებისა და
თავაზიანობისა. და რა სიამეს და განცხრომის სიყვარულისა, რაც ხშირად ტრობაში მოდის ღმერთთან, არამედ ღმერთის სიყვარული. გარეგნულად ღვთის მოსავნის სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი ასეთებს ერიდე. თუ ეს ჩამონათვალია, ეს მრავალმხრივი, მე დავტოვებ ჩემი ცხოვრების და ჩემი არსების, ჩემი ხასიათის, ჩემი მიდრეკილებების ნაწილად, მე ეს და ესენი წამართმევენ ძალას, რომ ცოდვაზე გავიმარჯვო. წამართმევენ ძალას. მე თუ ჩემს მორწმუნეობას გარეგნული ფორმით და გამოხატულებით შემოვფარგლავ. ეკლესიაში მოვდივარ, ლოცვის დროს ლოცულობ, გალობის დროს ვგალობ. ყოველ კვირას არ ვაცდენ დავტოვებ. და შემდგომ ვისვენებ აქედან რომ მივდივარ და დასვენებას ვეძლევი და არ ვფიქრობ სიტყვაზე და ვიმუშაო საკუთარ თავზე. არა, აქ პირიქით არის. ცხოვრებაში, წინადღეებში მუშაობ და კვირა დღეს ისვენებ, მაგრამ ეკლესიაში სხვანაირად არის. ეკლესიაში სიტყვას, ინსტრუქციას ისმენ. აქედან რომ მიდიხარ, მე მუშაობ შესაკუთარ თავზე. და თუ ამას არ გააკეთებ, აი ეს რაღაცეები ძალას წაგართმევს, რომ ცოდვაზე გაიმარჯვო. და თუ ძალა არ გექნება ცოდვაზე გაიმარჯვო და ცოდვა ნაწილი იქნება შენი ცხოვრებისა, ასეთებზე წერია შემდგომ, რაც თქვით. ისმენენ, მომსმენი არიან ჭეშმარიტების, მაგრამ ის შეცნობაში ვერ შედიან. ვერ შეიცნე ჭეშმარიტება. ვერ ვითარდებიან, ვერ იზრდებიან, არ არის სულიერი პროგრესი და შესაბამისად ის სულიერი მიღწევები. რაც უნდა ღმერთს რომ ჩვენ ცხოვრებაში იყოს. მე გთხოვთ რომ სახში ყურადღებით წაიკითხოთ აი ეს თავი, აი ეს მუხლები. ეს ის შავი ფონი, როგორც გითხარით. ეს ის ლაქა აი აქ, რაც აი ამ ცხოვრებას ახასიათებს და შესაძლებელია ეს ნაწილიც იყოს მორწმუნის ცხოვრებისა, რაზეც მუშაობა და შრომა სჭირდება, რომ მისგან განთავისუფლდეს და ჩვენ ამ საკითხსაც შევეხებით ბოლოში. პავლე მისის რომ ეს საფრთხე ტიმოთესთვისაც არსებობს. პავლე მისის რომ მას ტიმოთესაც შეხვდებიან ასეთი ადამიანები, მსგავსი ადამიანები. პავლე მისის რომ ტიმოთე ჯერ ახალგაზრდა ადამიანი არის. მისი წასვლის ჟამი დგება და მას აღარ შეეძლება ცოტა ხანში მასთან კონტაქტი, ურთიერთობა, ის უნდა წავიდეს, მაგრამ აი ამ ძვირფას წერილს აძლევს და აი ამ სახით ესაუბრება, არიგებს, ასეთებს ერიდე. რადგან ასეთ რაღაცებს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს. მე მადლობას უხდი ღმერთს და იმ ეკლესიის ხალხს, რომელიც ეკლესიაში იყო და არის და განსაკუთრებით ჩემს დაწყებით მორწმუნეობრივ ცხოვრებაში და ღმერთს გამოუყენებიან სხვადასხვა ადამიანები. ვიღაცას შენიშვნის სახით, ვიღაცას ულოცია, ვიღაცას დარიგება მოუწია, ვიღაცას უმხილები ვარ, ვიღაცას რაღაცა უთქვია. უმარხულიათ. სხვადასხვა ადგილზე მყავდნენ ადამიანები და დღესაც არიან ამისთან ადამიანები, რომლებსაც ლოცვაში და მარხვაში ვყავდი წლების განმავლობაში. და
და სათქმელსაც არ აირიდებოდნენ თუ რამე სათქმელი იყო. რეალურად ღმერთს უნდა რომ ჭეშმარიტების შემცნობელნი ვიყოთ და მასში მავალნი ვიყოთ. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საფრთხეებისა, რაც ქვეყნიერებიდან მოდის, ცხოვრებიდან მოდის და შეიძლება რაღაცა საკითხებისგან თვითონაც გვჭირდებოდეს გაწმენდა და გათავისუფლება. იოანე მოციქული ასე გვეტყოდა ამ საკითხს. დიდად გავიხარე შენ შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალნი რო პოვე. დიდად გავიხარე, დიდად ხარობს ღმერთი, როცა ხედავს თავის შვილებს, რომლებიც ჭეშმარიტებაში დადიან. და რა არის ეს ჭეშმარიტებაში სიარული? გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიცავდეთ მის მცნებებს, რომელიც დასაბამიდან არის. მაგრამ ის ყველაფერი ხელს გვიშლის, რომ ასე იყოს ჩვენ ცხოვრებაში. ჭეშმარიტებაში ვრჩებოდეთ, მისებრ ვიქცეოდეთ, ცნებას ვიცავდეთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, რაც დღეს გაჟღერდა უკვე ამ კათედრიდან, ეს ახარებს ღმერთს. ეს უხარია, ეს მოსწონს, ეს სიამოვნებს. და შემდგომ პავლე ასე რომ იყოს ტიმოთეს ცხოვრებაში და მისი მსახურების ყველას მისი მსახურის და მოსშების ცხოვრებაში ტიმოთეს შემდგომ დარიგებებს აძლევს. პირველი, შენ კი მე მომყევი. აი ასეთი ფონია, ასეთი ვითარება, ხალხი ასეთი იქნება. შენში შეიძლება აღმოაჩინო გულისთქმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალკე ტიმოთეს დარიგებას აძლევს, გაეკეცო ახალგაზრდა გულისთქმებსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი შენ კი მე მომყევი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც იქნება, შენ მე მომყევი. დაინახეთ, შენ კი მე მომყევი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში, შენ მე მომყევი. ასეთი ჟამი იქნება, ასეთი საზარელი მდგომარეობა იქნება, ხალხი ასეთ მდგომარეობაში იქნება, მაგრამ შენ მე მომყევი. ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას. ეს შენთვის ნურაფერს ნიშნავდეს. შენ მე მომყევი. შენ ყავარ მე მისაბაძი ადამიანი, შენი სულიერი მამა და შენ მე მომყევი. მე მომბაძე. ამას პავლე იმეორებს, კი ბატონო, სხვა ადგილზეც ამბობს. მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ იესო ქრისტეს. რატო უნდა მივბაძო იესო ქრისტეს? იმიტომ რომ ის ჭეშმარიტებაში არის, თვითონ ის ჭეშმარიტება არის, ის მამის ნებისთვის ცხოვრობს, მამის ნებას აკეთებს და მიბაძე მას, მიუბაძოთ მას, მასში დავრჩეთ. ნახოთ ჩვენ შორის მისაბაძი ადამიანები, მე მყავს ასეთი მისაბაძი ადამიანები, ვიღაცა რაში, ვიღაცა რაში.
ვიღაცა სიწმინდეში, ვიღაცა ქებადიდებაში, ვიღაცა ჭეშმარიტების სიყვარულში, ვიღაცა თავდაბლობაში, ვიღაცა სიკეთეში, ვიღაცა ქველმოქმედებაში. მე მყავს ასეთი ადამიანები, შეიძლება იყოს ისეთი ადამიანები, რომლებიც თლაისეთ არ გამოიყურებიან, მაგრამ მე არ უყურებ მას. იმიტომ რომ არც მე არა ვარ მთლა ისეთი და ვცდილობ ეს მისაბაძი ადამიანების მისაბაძი ქცევა ავირჩიო და იყოს ჩემს ცხოვრებაშიც. შენ კი მე მომბაძე. ჩვენ უნდა გვყავდნენ ადამიანები, ვისაც ვბაძავთ. ადამიანი ყოველთვის ვიღაცას ბაძავს, ვიღაცისგან რაღაცას იღებს, ვიღაცისგან რაღაცა გადმოაქვს თავისთვის. ადამიანები ასე ვართ, ყავს გმირები ცხოვრებაში, მისაბაძი ადამიანები. მაგრამ თუ ღმერთის მსახური ვარ, ჩემი მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს იესო ქრისტე და ისეთი ადამიანი, ისეთი ქცევით, რითაც ის ქრისტეს ბაძავს. შენ კი მე მომბაძე. კიდე რა შეუნება? ეს მე-10 მუხში წერია. შემდეგ მე-11-ში ამბობს, რომ მათ შორის ტანჯვებშიც მანიცის რომ ცხოვრება ადვილი არ არის, ცხოვრება რთულია, სირთულეები იქნება, წინაღობები იქნება, თუ ადამიანები ასეთები არიან, ადამიანები ამას გამოავლენენ ურთიერთობაში. წეგანაც ვახსენე, ხო? პავლეს ბევრი სირთულეები გადახდა. მაგრამ რაც არ უნდა ის იყოს, უფრო ეს სირთულეები ხდებოდა რელიგიური ადამიანებისაგან. ცრუძმებისგან და ფარისევლებისგან. უფრო მათგან ხდებოდა სირთულეები, გაუგებრობები. და მან იცის, რომ თუ ღვთისმოსავი ცხოვრება მინდა, სირთულეები და წინაღობები, რადგან ასეთი ადამიანები იქნება ჩემს ცხოვრებაში. ადრე მახსოვს სარდაფში რო ვიკრიბებოდით, ახალი მორწმუნე ვიყავი. დაგონილი მქონდა ესეთი შემთხვევა. მე პირადად არ ვიცი, მე მგონი იმ ადამიანს არ ვიცნობდი თუ ერთხელ ერთ მქადაგებელს უთქვია, ხალხნო, ღვთისმოსაობით ცხოვრების მსურველნიო, დევნილნი იქნებიანო. მაგრამ თქვენ უგეშინიათო, ეს თქვენ არ გეხებათო. ეს მარტო იმათ ეხებათო, ვისაც ღვთისმოსაობით ცხოვრება უნდაო. გამხნევა. ღვთისმოსაობით ცხოვრების მსურველს ეს გაუგებრობები შეხვდება, სირთულეები შეხვდება. იმიტომ რომ ღვთისმოსაობით ცხოვრების მსურველი ქრისტეს პოზიციაზე უნდა დარჩეს. ეს არ არის ის ადამიანი, ნებისმიერი თანამშრომელი, ნაცნობი თუ მეზობელი, თავის შუაზე როგორ წაიყვანს და გადაიყვანს. ეს არ არის ამისთან ადამიანი, ის ღვთისმოსავია. ის იესოს ბაძავს. ის ჭეშმარიტებაში დადის. ვერ ივლის ყველა შუაზე. ადამიანურად შეიძლება უნდოდეს ადამიანს გაუგოს, მაგრამ თუ იქ იმ საქმეს, იმ ურთიერთობას, იმ დაპატიჟებას, იმ გართობას, იმ დროსტარებას ცოდვის სუნი აზდის, ის ვერ მიდის ამ საქმეზე. და მსგავსი სირთულეები, გამოწვევები ექნება. კიდე რა შეუნება ტიმოთეს? შენ იმაში დარჩი,
რაც გისწავლია და გირწმუნია. შენ იმაში დარჩი. ის არ არის შენთვის. შენთვის ის არის თუ შენ გინდა რომ ღმერთის სახურების საქმე აღასრულო, შენ ჩემო ჭეშმარიტო შვილო, თუ გინდა აღასრულო ღმერთის საქმე, შენ იმაში დარჩი. რაც გირწმუნია და რაც გისწავლია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ნახეთ, შენ კი მე მომყევი. ამ მოყოლისთვის და ღვთისმოსაუობისთვის წინაღობები გექნება, გამოწვევები გექნება, ბრძოლები გექნება. მაგრამ მე ყველაფერ ამაში გავიარე, მე ყველაფერი ეს ვძლიე, ეს შესაძლებელია. პავლეს უნდა გააგებინოს ტიმოთეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ცხოვრებაში იქნება და როგორი ადამიანები შეხვდება, ჩემგან, ღმერთისგან მოცემული გაქვს შენ მადლით ძალა. რისთვის? მსახურების საქმეში სიარული, წინსვლა, განვითარება რომ გააგრძელო. ყველა წინააღმდეგობაზე, ყველა გამოწვევაზე კი არ შებრკოლდე, კი არ გაჩერდე, კი არ გადადო. გამომწვევი მიზეზები კი არ ეძებო და წინაპირობები, სად ჩააგდე მსახურება, სად ჩამოშორდი მსახურებას, სად მიატოვე მსახურება და ასე შემდეგ. არამედ გააგრძელეს. ამისთვის ძალა გაქვს მოცემული. ღმერთისგან ძალა გაქვს მოცემული. ჟამი რთული იქნება, საზარელი იქნება, ადამიანები ასეთები იქნებიან, მაგრამ ძალა გაქვს მოცემული. ღმერთის მადლით ძალა გაქვს მოცემული. და ეს ძალა უფრო მეტია. ეს ძალა უფრო ძლიერია. თუ ისევ იმ საგალობლისა არ იყოს, თუ იესო გულით გიყვარს, თუ მართლა გიყვარს და არა სხვა რაღაცეები გიყვარს, რაც ჩამონათვალშია. ძალა გაქვს მოცემული. იმაში დარჩი, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია. დარჩი იმაში. ტყუილად არ გვიქადაგებენ. ტყუილად არ გვასწავლიან. რაც გირწმუნია და რაც გისწავლია, იმაში დარჩი. და შემდგომ წერილის ღვთისმსულიერებით ამთავრებს საუბარს. მთელი წერილი ღვთისმსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში, რათა მზად იყოს ღვთისკაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისათვის. მთელი წერილი ღვთისმსულიერია და სასარგებლოა. ნახეთ როგორი ჩამონათვალი არის. რისთვის არის სასარგებლო? სასარგებლო არის სასწავლებლად, სასარგებლო არის სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. ზოგან წერია დასარიგებლად, ნათარგმნი არის აღსაზრდელად სიმართლეში. ნახეთ წერილს როგორი ეფექტის მოხდენა შეუძლია, მათ ერთხრივ შეუძლია გასწავლოს, აღზარდოს, მეორე მხრივ ის გამხელს და გასწორებს, გამოგასწორებს. როგორ ვთქვა? წერილის სასარგებლოა მთლიანობაში ყველანაირად.
წერილში არის ტკბილი და გემრიელი ადგილები, როგორც დავითი ოქროს და გოლეულს თაფლს ადარებს, მაგრამ წერილში შეიძლება იყოს მწარე და მტკივნეული ადგილები, როცა გამხელს და განახებს სარკეში, როგორი ხარ. მაგრამ მთელი წერილი არის ღვთისმსულიერი. ერთი ნაწილიც უნდა მიიღო და მეორე ნაწილიც. წერილი ხაჭაპური არ არის, ყველი შეჭამო და ქერქი დატოვო. არც მზესუმზირა არ არის, გული შეჭამო და ჩენჩო გადაღარო. არც თევზია, რბილი ჭამო და ფხა დატოვო. ეს წერილია. და თუ წერილის მარტო კარგი მხარე მინდა, რომელიც ტკბილია, მაშინ საფრთხე მეგულება, რომ არ ვიყო მხილებული და არც გამოვსწორდე. მე თუ მარტო კარგი მხარე მინდა მისი, რაც მეთკბობა, რაც მსიამოვნებს, მაგრამ არ მინდა ის მეორე მხარე, რაც მამხელს, რაც არის გამოსწორებისთვის. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ სარკეში ვიხედებოდე და სულ მინდოდეს, რომ კარგად გამოვიყურებოდე, უნდა გამოვიყურებოდე, მაგრამ თუ რაღაც კარგად ვერ არის, უნდა დავივარცხნო თუ უნდა დავისუფთავო თუ უნდა მოვიწესრიგო და მას წერილი აკეთებს. და საბოლოო ჯამში წერილს ადამიანი მიყავს იქამდე, კაცია თუ ქალია, ასეთი შეცვლილი ადამიანი, ასეთი გამოსწორებული ადამიანი, ასე დარიგებული ადამიანი, ნასწავლი და აღზრდილი ადამიანი მიყავს ისეთ მდგომარეობამდე წერილის მეშვეობით ღმერთს, რომ კეთილი საქმისთვის იყოს მზად. კეთილი საქმე აკეთოს, ღმერთის საქმე აკეთოს. მისი მსახური იყოს ხანგრძლივად, დაუსრულებლად, ბოლომდე. პრობლემა და გაუგებრობა ან იმაში კი არ არის, რომ ვინმე ადამიანი კარგი დაიბადა, ვინმე ცუდი დაიბადა, ვინმეში ცოდვის მიდრეკილება არ არის, ვინმეში პრობლემა იმაში არის, ადამიანები ვერ ხედავენ თავის თავს. ჩვენ უფრო კარგად ვხედავთ სხვას, მაგრამ კარგად ვერ ვხედავთ საკუთარ თავს. ჩვენ გვიჭირს საკუთარი თავის დანახვა. ფიზიკურად საკეს შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ გვიჭირს ამოვიცნოთ ჩვენი შინაგანი კაცის მდგომარეობა, ზრახვები, მიდრეკილებები, სურვილები, სწრაფვები. დავინახოთ ესა თუ ის, რაც ჩამონათვალში იყო, რამდენად არის ჩვენში. ამას დანახვა სჭირდება და ერთ-ერთი მძლავრი იარაღი, რისი მეშვეობითაც ამას ვხედავ, ეს მარხვა არის. ეს მარხვა არის. ღმერთის სათნო მარხვა. ღმერთისთვის მოსაწონი მარხვა. ესაიას 58 თავიდან, რომელიც მთლიანად მარხვას ეძღვნება, მე ბოლო 2 მუხლი მინდა წაგიკითხოთ. სულ 14 მუხლიანი არის, სახში შეგიძლიათ ესეც ყურადღებით წაიკითხოთ. მეორე ტიმოთეს მესამე თავთან ერთად ყურადღებით წაიკითხოთ, რადგან ეს ძალიან ძლიერი იარაღი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ბოლო 2 მუხლს წავიკითხავ. მე-13 და მე-14 მუხლს. თუმცა ეს 2 მუხლია, მაგრამ ძალიან ბევრის მთქმელია. ნახეთ? თუ დააკავებ ფეხს შაბათის გამო და საწადელს არ აისრულებს ჩემს წმინდა დღეს, შაბათს ნეტარებას უწოდებ და უფლის წმინდა დღეს საპატიოს, თუ პატივს მიაგებ მას და საკუთარი გზებით არივლი, საკუთარი თავის სიამეს არ მოძებნი და ფუჭ სიტყვაობას არ მოხვები, მაშინ იპოვი შენ სიხარულს უფალში. დედამიწის სიმაღლეებზე აგიყვანდა იაკობის
მამაშენის მემკვიდრეობით გამოკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა. ღმერთის სათნო მარხვა, ღმერთის მოსაწონი მარხვა არა უბრალოდ მარხვა რომ და მთელი ყურადღების გადატანა ჭამა არ ჭამაზე, არა, ღმერთის სათნო მარხვა. იმ მარხვის დღის, როგორც ღმერთის სათნო დღეთ გამოცხადება, ჩათვლა, განსაკუთრებულად, გამორჩეულად, აი აქ შედარებულიც კი არის, როგორც ებრაელებისთვის იყო შაბათი, გამორჩეული დღე, მეშვიდე დღე, ღმერთის წმინდა დღე, საპატიოდ ჩასათვლელი დღე იყო. თუ ასეთ მარხვით იმარხულებ, ღმერთის სათნო მარხვით, ყურადღება ღმერთზე იქნება გადატანილი და არა ჭამა არ ჭამაზე. თუმცა არ ჭამაც ნაწილი არის მარხვისა, მაგრამ ყურადღება ღმერთზეა გადატანილი. ეს სათნო მარხვა არის. ეს ღმერთისთვის მოსაწონია, საპატიოა, მნიშვნელოვანია. ამ დღეს ღმერთმა, რა ვიცი, რაღაცა უნდა დამანახოს, რაღაცა უნდა მითხრას. რაღაცა უნდა მაჩვენოს. მარხვის დროს ადამიანი განსაკუთრებულად სხვანაირად ხედავს თავის თავს. და შეუძლია იმუშაოს თავის ხასიათსა თუ მიდრეკილებებზე თუ ჩვევებზე. რადგან ეს ყველაფერი ნაწილია ჩვენი პიროვნებისა, ჩვენი ადამიანურობისა. არ ვიცით როგორ ხდება, მაგრამ მარხვა რაღაცნაირად მოიზიდავს ღმერთის სიწმინდეს. ასეთი მარხვა. აი ამ სიწმინდის ხარჯზე უფრო კარგად ვხედავ საკუთარ თავს, საკუთარ გულს, საკუთარ მიდრეკილებებს, ხასიათს, ჩვევებს. მარხვის დროს რაღაცნაირად ღმერთი ისი აწყობს, ისი აკეთებს, რომ უფრო ვლინდება ჩემი ხასიათი, ჩემი ჩვევები, საითკენ მაქვს მიდრეკილება, არ ვიცი, რისხვისკენ, სისასტიკისკენ, გამწარებისკენ, მრუშობისკენ, ქურდობისკენ, ტყუილისკენ, თავშეუკავებლებისკენ, უწყალობისკენ, უბრალოდ მარხვის დროს უკეთესად ვხედავ რეალურად ჩემს თავს, ჩემს პიროვნებას, იმიტომ რომ ღმერთის სიწმინდე მანახებს ამას, თითქოს ჩემში არსებული რაღაცა მიდრეკილებები ზედაპირზე გამოდის, საჩვენებლად, დასანახავად, არა მარტო ღმერთმა დაინახოს, ღმერთმა ისედაც ყველაფერი იცის, მეც რომ დავინახო ჩემი საკუთარი თავი უკეთესად, ჩემი ჩვევები, ჩემი ხასიათი, ჩემი მიდრეკილებები და შესაძლებლობა მეძლევა მათ გაუსწორდე. მოვინანიო, ვაღიარო, სინათლეში გამოვიტანო. ერთმა ღმერთის კაცმა თქვა, ვერასდროს ვერ დავიჯერებდი, როგორი ვიყავიო, მარხვაში ღმერთს რომ არ დაენახვევინაო. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, ჩემში კიდე რეები იყო, მარხვაში ღმერთს რომ არ გამოევლინაო, ეს ჩემი ხასიათი თუ ეს ჩემი მიდრეკილება. და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის, მარხვიდან გამოსვლის შემდეგ, მონანიების პატიების შემდეგ, რაც ყველაზე მთავარია, მე შემიძლია გავაგრძელო მუშაობა საკუთარ თავზე. ვიფხიზლო, ვიფთხილო იმ ჩემს მიდრეკილებების მიმართ, რაც მარხვაში ღმერთმა დამანახა. რაც მარხვის დროს ღმერთმა დამანახა ჩემში არსებული. რადგან თუ მას შემდგომში კვლავ მიცემ ადგილს და უფლებას, ის ისევ დაბრუნდება. ის ისევ გამოვლინდება. ის ისევ ჩემში იქნება. განსხვავება ის არის,
რომ თუ ისევე დაბრუნდა ის ძველი, უფრო დიდხანს დაბრუნდება. უფრო მეტი ძალი დაბრუნდება. და უფრო დიდხანს დარჩება. რადგან უგულებელყავი ღმერთის შრომა, ღმერთის მუშაობა და ღმერთის ღვაწლი ჩემში. რაც ღმერთმა დამანახა, რაც ღმერთმა მითხრა. რაც მოვინანე, ვაღიარე, განვიწმინდე, მაგრამ შემდგომ აღარ ვიფრთხილე. არ ვიფხიზლე, არ დავდექი. ისე როგორც საჭირო იყო. მე შეჯამებისკენ მივდივარ. და იმ აქციეთ ყურადღება. ესაიას 58 თავში რამდენიმეჯერ მეურდება ეს თუ და მაშინ. თუ შენ საწადელს არ აისრულებ ჩემს წმინდა დღეს. თუ პატივს მიაგებ მას და საკუთარი გზებით არევლი, საკუთარი თიავის სიამოვნებას არ მოძებნი და ფუციტყვობას არ მოყვები, თუ შენ ამას გააკეთებ, მაშინ იპოვი შენ სიხარულს უფალში. მაშინ დედამიწის მაღლობებზე აგიყვან. იაკობის მამაშენის მემკვიდრეობით გამოკვევავ. რადგან უფლის ბაგემა ბრძანა და მე უბრალოდ მინდა გითხრათ. ნუ რაზროს ნუ დაგვავიწყდება ძვირფასნო. ჩემი წილი და მისი წილი. ნუ რაზროს უნდა გვავიწყდება ჩემი მონდომება და მისი ჩარევა. ნუ რაზროს უნდა გვავიწყდება ჩემი მცდელობა და მისი დახმარება. ნუ რაზროს უნდა გვავიწყდება ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება და მისი მადლისმიერი უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, აქ არის ურთიერთპასუხისგებლობა. მე და შენ ჩვენსას ვაკეთებთ, რა ჩვენ გვევალება და ღმერთი თავისას აკეთებს, რისი გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. ვინმეს რომ შეძლებოდა ცოდვებისგან თავი დაეღწია, ვინმეს რომ შეძლებოდა თავისი თავი გამოესწორებინა, იესო ქრისტეს მობრძანება საჭირო არ იქნებოდა. მისი ჯვარცმა საჭირო არ იქნებოდა. რადგან ჩვენ არ შეგვეძლოთ მან გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მასში ჩვენი წილი პასუხისგებლობისა დაგვადო, რამდენიც ვიცი, რამდენიც შემიძლია, რამდენი გავაკეთო და რაც არ შემიძლია, რასაც მე ვერ ვაკეთებ, რასაც მე ვერ ვერევი, მაშინ ის აკეთებს, თუ მე ჩემსას ვაკეთებ. მაგრამ ის ჩემ გასაკეთებელს არ გააკეთებს. მე მის გასაკეთებელს ვერ გავაკეთებ. ის რაც მე უნდა გავაკეთო, შემიძლია ვილოცო, უნდა ვილოცო. შემიძლია შიგადაშიგ ვიმარხულო, უნდა ვიმარხულო. შემიძლია რაღაცა გავაკეთო, უნდა გავაკეთო და რასაც მე ვერ ვაკეთებ, მაშინ როცა მე ჩემსას ვაკეთებ, თუ მე ჩემსას ვაკეთებ, მაშინ ის თავისას აკეთებს. არასდროს არ უგულებელყოთ თქვენი წილი პასუხისგებლობა. საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან და ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც გიყვართ. პავლე ამას ტიმოთეს იმითო წერდა, რომ მას ტიმოთე უყვარდა. უყვარდა და ვინც გვიყვარს მათთან მიმართებაში, ოჯახის წევრები არიან, ვინც არიან, ლოცვა იქნება თუ საუბარი იქნება თუ უფლისკენ, ეკლესიისკენ, ღმერთისკენ, რა ვიცი, ბანაკებისკენ, საკვირაო სკოლისკენ, წამოყვანა, შეხსენება, მოთხოვნა, სიყვარულით იქნება თუ დაშინებით იქნება, როგორც არ იქნება, ჩემი წილი პასუხისგებლობა არ უნდა უგულებელყო.
თანაცხოვრება მასთან და არა რელიგიური იერსახე და არა ფარისევლური და ორმაგის სტანდარტებით ცხოვრება. თანაცხოვრება მასთან და ეს თანაცხოვრება მასთან თუ პატიოსნები ვიქნებით, გამუდმებით ითხოვს მისი მადლით საკუთარ თავზე შრომას და მუშაობას. საკუთარი თავისთვის მოთხოვნას და დაძალებას მას მიუყვე. რაც სამუდამოდ უნდა გავაგრძელო. და როცა მე ამას ვაგრძელებ, განვიცდი კიდევაც ცვლილებებს და გარდასახვებს მისი მადლის სულით. გარდავისახებით რწმენიდან რწმენაში, დიდებიდან დიდებაში. არ ვიცი შენი პირადი მდგომარეობა როგორია ამ სიტყვის თანახმად. მაგრამ ჩემი მდგომარეობიდან გეტყვით, რომ უნდა გავაგრძელო მასთან თანაცხოვრება. არ მაქვს უფლება გაჩერების, დანებების. ღმერთის მსახურების საქმე არ არის ესეთი საქმე, სადაც ღმერთისგან და ეკლესიისგან შვებულება უნდა ავიღო. მისი მიყოლისგან, მისი მსახურებისგან დავისვენო, განვიტვირთო. პირიქით, ის იძლევა დასვენებასაც და გამხნევებასაც და გამაგრებასაც, როცა რა არის საჭირო, მაგრამ მისგან წასვლა და მისგან მოწყვეტა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი შანსის ღმერთია. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთს შეუძლია წასულები მოიყვანოს, წასულები დააბრუნოს, მაგრამ ყველასთვის ყოველთვის ასე არ მთავრდება. ყველასთვის ყოველთვის ასე არ არის. პეტრეს თქმისა არ იყოს. სად წავიდეთ? სხვაგან სად წავიდეთ? იცით რამე უკეთესი? თუ იცით, მეც წამიყვანეთ. და თუ მართლა არავინ არის მისი მსგავსი. და თუ მე ჩემ თავს მართლა მიუძვნი მოწაფეობას, განვითარებას, როგორც პავლე ტიმოთეს არიგებდა, ის ძალას მოგცემს. ძალას მოგცემს. და ეს ძალა მოცემული გაქვს. თუ სულიწმიდა შენშია, ეს ძალა მოცემული გაქვს. მიუხედავად წინაღობებისა, სირთულეებისა, საზარელი ჟამისა თუ მდგომარეობისა, ადამიანების გადაგვარებისა, დაცინვისა, სიყვარულით ემსახურო ღმერთს და ადამიანებს. ერთ-ერთი დამცინავი და უვარგისი მე ვიყავი თავის დროზე. ეხლა თქვენს წინაშე რომ ვდგავარ. ღმერთისაც და ღმერთის მორწმუნეებისაც, ეკლესიისა. იყო ასეთი პერიოდი. 25 წლამდე. ერთ-ერთი დამცინავი და უვარგისი მეც ვიყავი. მაგრამ რამხელა პატივი არის, რომ ღმერთის მადლით და ღმერთის წყალობით გამომიყვანა ღმერთმა ამ მდგომარეობიდან და რამხელა პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მისი სიტყვა გაგიზიაროთ. მისი სიტყვა გელაპარაკოთ. ღმერთს არაფერი არ უჭირს. ღმერთს არაფერი არ უჭირს, მაგრამ ის ხედავს ადამიანებს, რომლებიც ეცხონებიან მას. მთელი გულით ეცხონებიან. განა ყოველთვის ყველაფერი გამოგივა? განა ყველაფერში სუფთა იქნები? განა ყველაფერი, მაგრამ თუ მიწონელი ხარ და თუ არ ტოვებ და თუ გინდა, ის იშრომებს და ის გააკეთებს შენთან ერთად, შენი არჩევნით, შენი გადაწყვეტილებით, შენთან ერთად გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს შენში. დიდება იესოს. და როგორც აი ამ
მარხვის ბოლო მუხში წერია მაშინ გაიხარე ფუფალში. მაშინ გაიხარე ფუფალში. მაშინ გახარებული იქნები. მაშინ ისწავლე წმინდად, სუფთად, უბიწოდ დგომას მის წინაშე. მაშინ ისწავლე მის მიყოლას, მის მსახურებას, მის გაღოლას. მაშინ ისწავლე თავის დაცვას, არიდებას იმ საფრთხეებისგან და საშიშროებისგან, რაც ცხოვრებაში არის. მაშინ ის იქნება შენთვის ყველაფერი და შენი გული მასთან იქნება, მასში იქნება. ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩამოგაშორებს მის სიყვარულს, მის მსახურებას. მაშინ დიდების სულით აივსები, შეიმოსები. შენს გულში მუდამ გაზაფხული იქნება და შენს თვალზე ბედნიერების ცრემლი იქნება, სიხარულის ცრემლი იქნება. რისი გამოწვევაც იესოს შეუძლია, მის შეხება შეუძლია, მასთან თანაცხოვრება შეუძლია. დიდება იესოს.